შიმპო ხელოსნობიდან მზარეულობაზე რო გადავედით, მზარეულობა ჩვენ არ ვიცით და რანაირად. მაიცა რა, ხელოსანი მზარეული რამ გაყო, მე დამიჯერე, კაცად გაქცევ. აგერ მე შემომხედე. შიმპო აბა ხინკლის შეკვეთაა. როგორი უნდათ, კუჭით თუ უკუჭოთ? შიმპო, კლიენტია გადარევას, თმა ვიპოვეო საჭმელში. ვახ, გადამრევთ კაცო, საიდან მოვიდა ეგ თმა? რა უნდა თმას ჩემს სამზარეულოში? არის ეს რა საჭმელია? შეფ მზარეულს ოდესმე გაუსინჯავს, რასაც აკეთებს. არა, რას ამბობ? ეგრე თუ სინჯა მისი გაკეთებული საჭმელები. ხო, მოხვდა საავადმყოფოში. შიმპო რა კაი ჭვნიანს აკეთებ და დაფნის ფოთოლს რატო არ უშვები? ბევრჯერ გავუკეთე და არასოდეს არავინ ჭამა. დაფნის ფოთოლი. შიმპო ამ კატლეტებს რა დაუმატო რო არ დაიშალოს? ხორცი. ამ საზიზღარ საჭმელს არ შევჭამ. ეხლავე შეფ, მზარეულს დაუძახე. აზრი არა აქ, არც ის არ შეჭამს. დევიღუპეთ შიმპო, სახალხო კონტროლი მოდის. გამარჯობა, ეს არის სახალხო კონტროლი, ვინ ბრძანდებით უკაცრავად. მე გახლავართ შიმპ მზარეული, ეს ოდნავ პუტკუნა მამაკაცი კი ჩემი დამხმარე. ვაიმე, ეს რა არის? სამშენებლო ხელსაწყოებს აქ რა უნდა? ქალბატონო, შეთავსებით რემონტებზე დავდივართ, მე და ჩემი თანამშრომელი. და ეს ამ წითელ ტრუსიკს აქ რა უნდა? ქალბატონო, შეთავსებით ბარში ვცეკვავ საღამო საათებში, ხანდახან კიდე ტილოდ ვიყენეთ. ვაიმე, რამხელა ვირთხამ გადახტა. მიუშვირე ბიჭო, ეგ კამერა ანახე ხალხს. ეგ იყო ხორცი. შეაშინეთ და გეიქცა. აზიური რესტორანიც ვართ ჩვენ. და ეს რაღაცა, ამას აქ რა უნდა ადამიანო? არა, სამზარეულოს ეს მაგ გაქირავებული ცინური მასაჟს აკეთებს სი ვან მუჩანი. დაგხურეს შიმპო, ეხა რა ვქნათ? მეგობრებო, გამომწერებო, დაწერეთ კომენტარებში თუ გაქვთ რამე ვაკანსია.